საათები რჩება შეხვედრამდე, რომელიც მიიჩნევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად უკრაინის მომავლისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის პრეზიდენტი უკვე ვაშინგტონშია, ვოლოდიმირ ზელენსკი დაახლოებით 9 საათში გამართავს შეხვედრას თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან. შემდეგ კი მას ევროპელი ლიდერების ყველაზე დიდი დელეგაცია შეუერთდება, რაც კი აქამდე თეთრ სახლში ჩასულა. მის შემადგენლობაში იქნებიან ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა სოციალური ქსელის საშუალებით გარკვეული პირობები წაუყენა ზელენსკის, რასაც მედია ზეწოლის გაძლიერება დაფასებს. რა თქვა დონალდ ტრამპმა და როგორია ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხი? თამარ ჭავჭავაძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. დიახ, სოფო, დღევანდელი შეხვედრა თეთრ სახლში შესაძლოა გადამწყვეტი იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის და ამასთან ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე იყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი ალასკაზე, რომელზეც არც ზავი, არც სანქციები და არც რაიმე კონკრეტული შეთანხმების შესახებ არ გამოცხადებულა. მთელი მსოფლიო კი დღევანდელ შეხვედრებს ელოდება, განრიგი ასეთია. დონალდ ტრამპი ჯერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ევროპის ლიდერებს სამუშაოს ადგილზე უმასპინძლებს. უკრაინის პრეზიდენტისთვის წელს ეს დონალდ ტრამპთან რიგით მეოთხე შეხვედრა იქნება და შეეცდება უკრაინის ლიდერის სამშვიდობო პროცესი ისე დაალაგოს, რომ დონეცკიდან და ლუგანსკიდან ჯარის გაყვანა არ მოუხდეს. Financial Times-ის ინფორმაციით საამისოდ, უკრაინის პრეზიდენტი მზადაა მისაღებ დათმობებზე წავიდეს ფრონტის არსებულ ხაზთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე გარკვეული პირობები წამოაყენა, ის დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას მოითხოვს და პირობასდებს, რომ ხერსონსა და ზაპოროჟიეზე წინსვლას შეაჩერებს, ყირიმზე კი სურს რუსეთის სუვერენიტეტის ცნობა. ამასთან ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს უკრაინა და ელის, რომ დასავლეთის სანქციები ნაწილობრივ მოიხსნება. ამასთან განიხილება შეერთებული შტატების მხრიდან მნიშვნელოვანი საკითხი. უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ორი რამ დაასახელა დონალდ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის წინ, მან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება და ნატოში მისი გაწევრიანება გამორიცხა. პრეზიდენტ ზელენსკის თითქმის ახლავე შეუძლია დაასრულოს რუსეთთან ომი. გახსოვთ როგორ დაიწყო? არანაირი ყირიმის დაბრუნება, რომელიც ობამამ დათმო 12 წლის წინ, ერთი ტყუის გასროლის გარეშე და უკრაინის არანაირი გაწევრიანება ნატოში. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება. შევთანხმდით უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზე, რომელსაც აღწერდი როგორც თამაშის წესების შემცვლელს. არ გვიფიქრია, რომ ასე ახლოს ვიქნებოდით მეხუთე მუხლის ანალოგიურ დაცვასთან შეერთებული შტატების მხრიდან და ვალდებულებების აღების შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერთან, რომ აღარ ექნება პრეტენზია დაეუფლოს სხვა ტერიტორიებს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება შედგება და ასევე საკანონმდებლო ჩანაწერთან, რომ არ დაიკავებს არც ერთ სხვა ქვეყანას. ვაშინგტონში ვიზიტ წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები უკრაინისა და ევროპის ლიდერებს შორის. გუშინ გაიმართა ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის ონლაინ შეხვედრა. ლიდერები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინს ძლიერი პოზიციიდან ელაპარაკოს, ვინაიდან მას ომის დასრულება კი არა, არამედ უკრაინის კაპიტულაცია სურს. დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ომის სწრაფად დასრულება უკრაინელებსაც სურთ, მაგრამ მიანიშნა კიდევ ერთხელ, რომ ტერიტორიების დათმობას რუსეთისთვის არ აპირებს. ჩვენ ყველა ძალიან გსურს დავასრულოთ ეს ომი სწრაფად და საიმედოდ. მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ, როდესაც უკრაინა იძულებული იყო დაეთმო ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, დონბასის ნაწილი. პუტინმა ის მარტივად გამოიყენა პლაცდარმად ახალი თავდასხმისთვის. უკრაინას მისცეს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების გარანტიები 1994 წელსაც, მაგრამ არ იმუშავა. რა თქმა უნდა, ყირიმი არ უნდა დაგვეთმო მაშინ, ისე როგორც უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა ან ხარკოვი 2022 წელს. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენს ჯარისკაცებს წარმატება აქვს დონეცკისა და სუმის რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ დავიცავთ უკრაინას და ეფექტურად შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას და რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის იქნება პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი, ყველა პარტნიორის და მოკავშირის მხარდაჭერისა და შეუფასებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თვითონ დაიწყო და იმედი მაქვს, ჩვენი ერთიანი სიძლიერე ამერიკასთან და ევროპელ მეგობრებთან ერთად აიძულებს რუსეთს რეალურ მშვიდობას.
ვიცი ერთი რამ რაც იცის ჩემმა ყველა ევროპელმა პარტნიორმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიცით რომ ამოცანა რთულია და დღეს უნდა ვიყოთ მკაფიო ფიქრობ თუ არა რომ პუტინს სურს მშვიდობა ჩემი პასუხი არა თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ ისიც არის არა ფიქრობ თუ არა რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს მშვიდობა ჩემი პასუხია დიახ არ მგონია რომ პუტინს მშვიდობა სურს მას სურს უკრაინის კაპიტულაცია ესაა ზუსტად ის რასაც გვთავაზობს სისუსის გამოჩენა რუსეთის მიმართ ახლა ნიშნავს მომავალი კონფლიქტების წინაპირობას ასე რომ ვნახავთ ხვალ გვექნება ინტენსიური დისკუსია გაფართოებული შეხვედრა სადაც უკრაინელები და ევროპელები შეძლებენ პოზიციების გამოხატვას დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ომის შეჩერება არ სურს, ღამით კვლავ დრონები და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. აფეთქებები იყო სუმიში, ზაპოროჟიეში, პავლოგრადსა და ხარკოვში, სადაც ჭურვის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლს დაეცა და 5 ადამიანი იმსხვერპლა.